უფლებადამცველთა გაერთიანების განცხადებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ძველი თბილისის სამმართველო ეროვნული ბიბლიოთეკიდან 10 მილიონი ბიჭდითი ერთეულის დაკარგვის გამო გამოძიება დაიწყო. უფლებადამცველთა გაერთიანების წევრების განცხადებით ჯერ კიდევ 1977 წელს საბჭოთა ენციკლოპედიის მიხედვით ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდში 11.257.215 ბეჭდვითი ერთეული იყო დაცული, ხოლო 1991 წლის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამოცემული ცნობარით 13.387.282 ბეჭდვითი ერთეული იყო დაფიქსირებული. 2009 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ბიბლიოთეკის საიტზე გამოჩნდა ინფორმაცია, რომ ეროვნულ ბიბლიოთეკაში არსებული ბეჭდვითი ერთეული 4 მილიონ ეგზემპლარს შეადგენს. 10 მილიონიანი დანაკლისის გამო ბიბლიოთეკის ყოფილმა თანამშრომლებამ მთავარ პროკურატურას მიმართეს. ეროვნულ ბიბლიოთეკაში კი ამბობენ, რომ მათ გამოძიების დაწყების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ თუ უწყება მიუღოთ გამოძიებას მაქსიმალურად დაეხმარებიან. აცხადებენ, რომ ადრე ბეჭდვითი ერთეულების დათმვა სხვა პრინციპით ხორციელდებოდა, ახლა კი დათმის სხვა მეთოდები არსებობს. ძველი თბილისის პოლიციამ დაიწყო გამოძიება ქურდობის ფაქტზე. საქმე ეხება დიდი რაოდენობით ბეჭდვითი ერთეულების დაკარგვას, ანუ რეალურად 91 წლის მონაცემებით იყო 14 მილიონს აღწევდა ეს ბეჭდვითი ერთეულების რაოდენობა. დღეისათვის ეს მონაცემი 2009 წლიდან უკვე არის 4 მილიონი, ფაქტურად 10 მილიონიანი დანაკლისი არის უკვე და ამაზე უკვე გამოძიება იტყვის თავის სიტყვას. უშუალოდ გამოძიების შესახებ ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჯერჯერობით ინფორმაცია არ გვაქვს საერთოდ. რაც შეეხება იმ ბრალდების, რომელიც არის აქ, ეს არის ამას ძალიან ბევრი საუბარი იყო და უსაფუძვლოა. სხვადასხვა დროს სხვადასხვა პრინციპებით ითვლიდნენ წიგნების რაოდენობას. ესე იგი, ეს შეიძლება იყოს დაითვალონ როგორც ბეჭდვითი ერთეულები, შეიძლება დაითვალონ სხვა პრინციპით. ჩვენ ვითვლით დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში თანამედროვე პრინციპით, რის მიხედვითაც დაახლოებით 4 მილიონზე მეტი ბეჭდვითი წიგნი არის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.